სოფოთი, ბათუმი, ლანჩხუთი, ზუგდიდი პარტია მოქალაქეების წევრები დასავლეთ საქართველოს 4 ქალაქში საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდნენ. ლიბერტი ბანკის ადგილობრივ ფილიალებს დაზარალებული პენსიონერების 400-მდე განცხადებით მიმართეს. პენსიონერებს ყველა ქალაქში იდენტური პრობლემები აქვთ და აცხადებენ, რომ ბანკმა ისინი მოატყუა. სესხები პანდემიის დროს თვითნებურად 2 და 3 თვით ეგრეთ წოდებულ საშეღავათო პერიოდით გადაუვადა და სანაცვლოდ ბანკის ვალი 2 და 3 წლით გაუხანგრძლივად. პენსიონერების დიდმა ნაწილმა სულ ახლახან გაიგო, რომ ისეთი ტიპის სესხი აქვთ დამტკიცებული, რომლის ძირიც პროცენტთან ერთად საერთოდ არ იფარება და უსასრულოდ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეგრეთ წოდებულ ოვერდრაფტებთან დაკავშირებით საპარლამენტო ჯგუფს სამართლებრივი დავაც აქვს დაწყებული ლიბერტი ბანკის წინააღმდეგ. ალბათონი ქეთევანი რო გამოდიოდა ტელევიზიით, იქ ჩავიწერე მაგის მითითებებით და ჩერეზიმით მიმართე ლიბერტ ბანკს და პრეტენზიის განცხადება შევავსე. ერთი თვის მერე ეს განცხადება და მეორე განცხადება დავწერე ეროვნულ ბანკში, რომელიც ეს ფოჩი არ არსებობს, ჩერეს პოსტით გადავაგზავნე თბილისში და თბილისიდან დამიერიკეს ვიღაცა ახალგაზრდა გოგო იყო, მე არ ვიცი, არც გვარი ვიცი მაგის და არც სახელი ვიცი, იმან შემომთავაზა იქ გადავადების თანხის გადახდა. მე ძირითად ჩარჩოში ჩაქსვამთო. თქვენ ჩარჩოში მე უარი განვაცხადე და წელიწად ნახევარი მოხსნეს და დამიტოვეს 10 თვიდან ახლა ამჟამად მექვითება 113 ლარი, 2 ლარი კიდე დამაკლეს და მე მადლობელი ვარ ქალბატონი ქეთევანის იმის მითითებით ეს რო გავაკეთე და რა ვიცი, ჩემს გარდა რამდენი 1000 აქ ფოჩი, რამდენი 1000 პენსიონერია, მაგი ღმერთმა უწყეს რო იტყვიან ასეთი ბევრია. საერთოდ რო არ იცოდენ ისე გადაიყვანეს ეს გაჭირვებული ხალხი. საერთოდ რო არ იცოდენ. ჩვენ ჩამოვედით პარტია მოქალაქეები ფოთში. მოვდივართ ბათუმიდან, ვატარებთ რეგიონებში შეხვედრას პენსიონერებს იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ, რომ ლიბერტის მძევლები აღარ იყვნენ. დღეს ლიბერტი ბანკი პენსიონერებს ატყუებს, ახდევინებს ზედმეტ თანხებს, იმიტომ რომ თავის დროზე არ აუხსნეს, რა სახის სესხებს აძლევდნენ, თავის დროზე არ აუხსნეს, რომ პანდემიის დროს, როდესაც შესთავაზეს თითქოს შეღავათი და 3 თვე არ გადაახდევინეს თანხა, შემდეგ ეს სესხები გაიზარდა ვადაში 2, 3 და 4 წლით, რაც წარმოუდგენლად დიდი ვადაა და ძალიან უძვირდებათ ამის გამო პენსიონერებს სესხი. ლიბერტი ბანკი სარგებლობს იმით, რომ ამ ადამიანებმა არ იციან დეტალურად საბანკო ტერმინოლოგია, საბანკო წესები და ძალიან მარტივად ატყუებენ. თან გასათვალისწინებელია, რომ სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, თავისი პენსია, რომელიც შემწეობის ტოლფასია, ამ ადამიანებს არ ყოფნის საკვების, წამლების შესაძენად არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისინი სესხებს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ელემენტარული საარსებო პირობები გაიუმჯობესონ, იყიდონ წამალი, იყიდონ საკვები, გადაიხადონ კომუნალურები და ამის გამო ისინი მოექცნენ ლიბერტი ბანკის ტყვეობაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ვიყენებთ საპარლამენტო ტრიბუნას, ვგზავნით სადეპუტატო კითხვებს, შევიტანეთ 13 თებერვალს სარჩელიც ლიბერტი ბანკის წინააღმდეგ ოვერდრაფტებთან დაკავშირებით და ვაგრძელებთ შეხვედრებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რომ ინდივიდუალურად დავეხმაროთ და შევატანინოთ ლიბერტი ბანკში განცხადება. ეს გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ლიბერტი ბანკი, როდესაც ინდივიდუალურად აკითხავს პენსიონერი მარტო განცხადების შესატანად, ლიბერტი ბანკი უარს ეუბნება განცხადების დატოვებას და როდესაც ჩემთან ერთად მიმართავენ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ბანკი უარის თქმას ვეღარ ბედავს. ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ესე დავდივართ და სათითაოდ ვეხმარებით ადამიანებს და ცხადია ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. პარლამენტის დეპუტატი პარტია მოქალაქეებიდან საპენსიო პრობლემებზე მესამე წელია აქტიურად მუშაობს. რა პერიოდშიც სესხებთან დაკავშირებული არაერთი ხარვეზი და დარღვევა აღმოაჩინეს.